ჩარლზ ბუკოვსკი, ყველაზე ლამაზი გოგო. ინგლისურიდან თარგმნა ივანე ამირხანიშვილმა. კასი თავის 4 დასთან შედარებით ყველაზე უმცროსი და ლამაზი იყო. საერთოდ კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი გველივით მოქნილი მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი. სული ანაზდა დატყვევებული, რომელსაც სხეული ვერ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უსნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. თმები დადიოდა გიჟიაო, ამაზის ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი წეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, 1-2 შემთხვევის გარდა ყოველთვის ახერხებდა გასხტომას და გაქცევას. დები ამბობდნენ აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროდად იყენებსო. მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, წერცავდა თიხის ფიგურებს. უთანაგზნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშფობდნენ, რომ ისმათ ხელი და ნაცვლი და კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა. უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა. რაც არ არის, არ არისო, ამბობდა იგი. მაგათ სიცოცხლე ეზარებათ, თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებით და კარგად დაფარული ნესტოებით, მაგრამ რადგან ეს ხო მარტო ფასადია, შიგნით სიცარიელია, ჯიგარი აქვს დამოწლილი. მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარი მიატოვა. ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ. კასის განსაკუთრებით გაუჭირდა, შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ. წარამერე ჩხუბში იწოდნენ. ჩხუბი კი სასტიკი იყო და დაუნდობელი. კასის მთელი მარცხენა მკლავი სამართლებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა. მონასტრიდან ამდენიმე დღის გამოსული იყო კაფებარ ვესტენჩი რომ გავიცანი. ის როგორც დებში უმცროსი ყველაზე ბოლოს გამოეშვა, ჩემოვიდა და ვითომ არაფერი გვერდით მომიჯდა. ჩემზე მახინჯი მამაკაცი ქალაქში არ მეგულებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამბავი თურმე ჩემს სისხლზე ასხამდა წყალს. დალევ, გითხე, რატომაც არა? ვერ ვიტყვი, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული საუბარი გამოგვივიდა. მთელი მუღამი იმაში იყო, როგორ იქცეოდა კასი. უბრალოდ ამომირჩია, ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უყვარდა, პლომაცვა. სრულწლოვანს არ გავდა, მაგრამ ბარმენი სპირტიან სასმელს მაინც აძლევდა. რა ვიცი, იქნებ ყალბი პასპორტიც ჰქონდა. სიამაყეში ვგრძნობდი, როცა ტუალეტიდან გამოვიდოდი და მაგიდისკენ გამოვეშურებოდი. ასეთი ლამაზი გოგო ქალაქში კი არა ცხოვრებაში არ მენახა. პირველად წელზე მოხვიე ხელი და ვაკოცე. შენი აზრით ლამაზი ვარ, მკითხა. რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ სხვა რამეა. სილამაზის გარდა სხვა რაღაც. იცი რას გეტყვი, სილამაზის ყველა დანაშაულად მითვლის. ნუ თუ მართლა ასეთი ლამაზი ვარ. ლამაზი ის სიტყვა არ არის. ბოლომდე ვერ გამოხატავს შენს მშვენიერებას. ხელჩანთა გახსნა და ფათური დაიწყო. მეგონა ცხვირსახოც ეძებდა, მაგრამ მოულოდნელად ქუდის გრძელი ქინძის თავი ამოაძვრინა და სანამ აზრზე მოვიდოდი, ცხვირში გაიყარა განივრად. ნესტოებს ემოთ, კინაღამ გული ამერია შემომხედა და ხარხარია ოტდა. კიდევ ლამაზი ვარ, ახლა რაღაც იტყვი. ქინძის თავი გამოვაძვრა და ცხვირსახოცი მივაშველე, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამ სანახაობას ბარმენის გარდა კიდევ რამდენიმე კაცი ადევნებდა თვალს. ბარმენი მაგიდასთან მიიჯრა და კასი დატუხსა. აბა, ეგეთები არ იყოს. მაგიჟობას თავი დაანებე, თორემ მიგაბძანებს, სადაც საჭიროა. ფეხები არ მომჭამო, ბიჭო, მიუგო კასი. მიხედეთ ამ გოგოს, მითხრა ბარმენმა. ყველაფერი რიგზე იქნება, უპასუხე. ცხვირი ჩემია, თქვა კასიმ, რასაც მინდა იმას უზამ. არა, უთხარი მე, ხივა. რას ამბობ, შენ ხივა ცხვირი, როცა მე ცხვირში ვიყრი ქინძის თავს. დიახ, კარგი, მეც აღარ ვიზამ. არ გეწყინოს ხო? ცხვირსახოცი ცხვირიდან არ მოუცილებია ისე გადმოიხარა და მაკოცა. ბარი რომ დაიკეტა, ჩემთან წავედით, ლუდი მქონდა. დავსხედით, ვისაუბრეთ, პირველად მაშინ მივხვდი თუ რა კეთილ და მზრუნველ ადამიანთან მქონდა საქმე. გული ბოლომდე გამიხსნა და გადამიშალა, მაგრამ დროდადრო მაინც წამოვლიდა ხოლმე. ველურივით ატყდებოდა და უცებ დაწყნარდებოდა. შიზოფრენი იყო. ლამაზი შიზოფრენი. გრძნობდი ადრე თუ გვიან რაღაც ისან ვიღაცის ლუკმა გახდებოდა, უნდა ეს ვიღაც მე არ ვიქნებოდი. დავწაკეთ, შუქი ჩავაკრე. მან მკითხა, როდის გინდა, ახლავე თუ დილით? დილით უპასუხე და გვერდზე გადაბრუნდი. დილით ავდეგი ყავა მოვადუღე და ლოგინში მივართვე. გაიცინა, ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც ხამი თუ არ იმითხრა. მოგცლია, საერთოდ რა აუცილებელია. რას ამბობ მინდა, თუმცა მოიცა ჯერ შხავს გადავივლებ. სააბაზანოში შევიდა და მალე გამოვიდა. გადასარევი იყო, გრძელი შავი თმები ურწყინავდა, თვალები და ტურჩებიც ურწყინავდა, სუნთლად ურწყინავდა. ისე მშვიდა და აუჩქარებლად შიშულდებოდა, გეგონებოდა საჩუქარს ხსნისო. ლოგინში სწრაფად ჩამიგორდა. აბა შენიცი, ჩემო რაინდო. კლავებში მოვიმწყდია, თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ კოცნაზე უარს არ ამბობდა. ვეფერებოდი ტანზე, თმებზე. შევედი, ცხელი და მკვრივი იყო. არ ჩქარობდი ბიძგებს, ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა. რა ქვია, გითხე, რა მნიშვნელობა აქვს, მომიგო? გამეცინა, მორჩით, ჩავიცვით და ისევ ბართან გავიყვანე, მაგრამ მივხვდი ეგრე ადულად ვეღარ შეველეოდი. გუმშევარი ვიყავი და რამენაღლებოდა 2 საათამდე ვიძინე. მერე ავდეგი და გაზეთს გადავხედე, შხაპს ვივლებდი, კარი რომ შემოაღო ხელში, სპილოს ყურას ფართო ფოთოლი ეჭირა.
იცოდი აბაზანაში იქნებოდი და როგორც ბუნების შულს, აი ეს ამოგიღე, მაგას კარგად დაგიფარავს, მითხრა და ფოთოლი გადმომიგდო. საიდან იცოდი რომ აბაზანაში ვიქნებოდი? ვიცოდი. თითქმის ყოველდღე მოდიოდა და არც ერთხელ არ შემცდა რა, ყოველთვის აბაზანაში ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ გრაფიკს არ ვიცავდი. სპილოს ყურა ყოველთვის მოჰქონდა, მე სექსზე გადავიდოდით, ყოფილა შემთხვევა ღამით დაურეკავს. მოდი მიშველეო წავსულ ვარ და ციხიდან თავდებით გამომიყვანია. პოლიცია არ სწყალობდა მუდმივი სიმთვრალისა და აღლმაღალის გამო. ეს ძაღლის შვილები იტყოდა ხოლმე თავის ამსონებზე. ერთ სირჩა